მოგესალმებით ყველას, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. მინდა გითხრათ, რომ მინდა მიულოთ, რომ ბიჭებს ძალიან მაგარი YouTube არხის გაკეთება. ვცდილობ, რომ ყოველ შემთხვევაში ამონაბეჭდით მაინც ვადევნო თვალყური ამ საქმიანობას და ვიცი, რომ ზოგადად ძალიან ბევრი ადამიანი გყავთ, ვინც ხარს გიჭერთ, ისევე როგორც თეას მინდა უთხრა, რომ წარმოუდგენლად მაგარი გადაცემები გაქვთ. მინდა მივესალმოთ გია ჯაფარიძის, რომელიც უგუში იმ გადაცემის სტუმარი. მეგობრებო, გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა. ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ ისტორიული მოვლენები ხდებოდა ხოლმე საქართველოში. მაგრამ გუშინ ასე აღმოჩნდა, რომ საქართველო იყო თამაშგარე მდგომარეობაში და ჩვენ ყურისძირას აქედან 20 საფრენ მანძილში ერევანში დამარცხდა რუსეთი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. დამარცხდა იმიტომ, რომ ყველაფერი იცვლება მსოფლიოში. დამარცხდა იმიტომ, რომ სომეხას ეყო სიბრძნე, მის უმრავლესობას აერჩია სწორი კურსი მიუხედავად პროპაგანდისა, შანტაჟისა, ყველაფერ დანარჩენისა. სომხებს ჰქონდათ თვალწინ საქართველოს გამოცდილება. მათ ჩაუტარეს ზუსტად ისეთივე სპეცოპერაცია, როგორც ატარებს საქართველოში. დააკვირდით, როგორ ზდევდნენ გუშინ კაბინეტ ლაპარაკამს თეაზე, როგორც ზდევნიდან პაშინიანს. ჯერ იმის გამო, რომ სახალხო რევოლუცია იყო მოსული, დაიწყეს ცალკეული ემბარგოების შემოღება, შემდეგ ხელი არ შეუშალეს რუსებმა და პირიქით ხელი შეუწყეს ახალ ომს, რის შემდეგაც მათ იმედი ჰქონდათ, რომ პაშინიანი დაემხობოდა, არ დაემხო. ამის შემდეგ გამოაგორეს რუსი ოლიგარქი, იქაური ივანიშვილი კარაპეტიანი და ისევე მუქრებოდნენ ომით. და აი ამ ხელა შანტაჟის ქვეშ პაშინიანმა გაძლო, იმიტომაც რომ გააკეთა ის, რაც მე არ გავაკეთებ, დააპატიმრა კარაპეტიანი საშინაო უსაფრთხოებაში დასვა, თუმცა უკვე გამოშვებულია. დააპატიმრა ის ხალხი, ვინც არ იგებდა ფულს, ჩვენთან თავისუფლად იგებდა ფული, მაგრამ ეს იყო სხვადასხვა სიტუაცია. მაშინ ამერიკელებს ჩვენ ვეგვლანდებოდით ფეხებში, იმიტომ რომ უნდათ რუსეთთან დალაგება სიტუაცია. ეს იყო ობამას ადმინისტრაცია, რომლისთვისაც რუსეთი იყო ყველაფერი. ასე რომ პირიქით აქეთ უგორებდნენ ივანიშვილს, იმიტომ კი არა ივანიშვილი მოწოდათ, უბრალოდ რუსეთთან პრობლემები აღარ უნდათ. ევროპა მე კი მიჭედა პირველად ხარს, მაგრამ დიდ საფრთხეს ივანიშვილს ვერ ხედავდა და არც უკრაინის ომი იყო დაწყებული, საერთოდ საფრთხე დაენახა. ამგვარად, რა თქმა უნდა, არის ზუსტი პარალელები, ან სრულიად სხვადასხვა საერთაშორისო ვითარება. ამჯერად ტრამპმა პირდაპირ დაუჭერა ხალი, ვიცე-პრეზიდენტი გამოუგზავნა, სახელმწიფო დივანი გამოუგზავნა, რომელიც ის კი არ ულაპარაკია, რომ ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა, რასაც ჩვენთან იმეორებენ, მუდმივად, თუთ იყურშივით ამერიკელები მაშინ. თქვენს ხელს რომ ამ კაცს კონკრეტულად უჭერთ ხარს და ამან უნდა გაიმართოს. ევროპა მოაწყო სამიტი და ეს არის ყველაფერი იმის ნიშანი, რომ ივანიშვილი 2012 წლის FSB-ს გეგმა არ იმუშავა. ასე რომ დღეს ჩვენ ვართ აღმოჩენილი სიტუაციაში, როდესაც საქართველო არის სრული ანომალია. აზერბაიჯანი ერთ მხრივ, სომხეთი მეორე მხრივ და ჩვენ ვართ აღმოჩენილი ამ პრორუსულ ჩეჩმაში, წავალში და სულ უფრო მეტად ვეფლობით მასში. ეს არის ძალიან საშიში. იმიტომ რომ რუსეთს არ აუღია ხელი თავის აგრესიულ გეგმებს. ჩვენი ქვეყანა არის დაუცველი. ის ლაპარაკი იმისაც რომ ჩვენ ყოდეს ყალის შილობა და ეს ნოხოც ეს ვერ გვექნება ხოცების პირობებში, იმიტომ რომ ძალიან მარტივი ეს ლოზუნგი რომ გაც ბაბაია დაუძახე და არ შეგჭამს, გაუწეთი თავი მოიუტარუნე და არ შეგჭამს. არის სრული სისულელე და ამაზე ჩვენი ისტორიული მეხსიერება უნდა გვეუბნებოდეს რაღაცას. 2008-ში იმიტომ რომ არ დაუწეთი, იმიტომ გადარჩა საქართველო და რეალურად რუსეთმა ვერცერთი ცვალის სტრატეგიული მიზანი ვერ შეასრულა. დღეს მაშინ დავწოლოდით, მაშინ რომ მე გავექცეულიყავ საქართველოს როგორც დასავლეთი ჩვენი მეგობრები ზოგი ბჭყალებში მომიწოდებდა. მაშინ დღეს აქ დიდი ხანია რუსეთის გერბი იქნებოდა, თუნდაც ფორმალურად დამოუკიდება არ გვექნებოდა და ფიზიკურად იქნებოდა განადგურებული ყველა ქართველი, ვინც ხმის ამოღებას გაბედავდა. ასე რომ
ეხლა ბევრი მეუბნება, რომ შეწყვიტე ძახილი რომ საფრთხე არსებობს, ნუ ზაფრებ ხალხს. მე განსხვავებით იმ ხალხისგან, ვინც მაკრიტიკებს, ჩემ ხალხზე ცოტა უფრო მეტი წარმოდგენა. ჩვენ უნდა დავინახოთ, რაც რისკები არსებობს, მაგრამ ჩვენ უნდა ამის მიხედვით ვიმოქმედოთ. საქართველოს აუცილებლად ჭირდება სასწრაფო თავდაცვის პაქტის ხელმოწერა აზერბაიჯანთან და თურქეთთან და სასწრაფოდ ჭირდება აღადგინოს ურთიერთობები ევროპასთან. იმიტომ რომ ევროპა ჩამოყალიბდა უკვე სამხედრო პოლიტიკურ ბლოკად. და ევროპას აქვს ის ძალა, კვიპროსში აჩვენა ამას წინათ, როცა კვიპროს დაუჩინა რაკეტები ირანმა, ევროპელებმა გამოაგზავნეს რამდენიმე ქვეყანა ფრეგატები. ევროპული თანამშრომლობის პარაგრაფში. როცა მათი ოჯახის წევრი ხარ, დაამტკიცდა, თუნდაც ახლახან ამ ომში, რომ ევროპა გიცავს. მეგობრებო, აი ეს არის იმ საფრთხეებზე, რომელსაც მე საუბრობ. არსებობს ერთი დერეფანი ნავთობსადენი გაზსადენები ევროპაში, რუსეთის, რომელიც ევროპამ ჩაჭრა, გადაკეტა და მიიღო გადაწყვეტილება ნავთობს რუსეთიდან არ აყიდულობს და უახლოეს წლებიდან რაღაც გაზს ყიდის და მეორეა, რომელიც გადის კავკასიას კერძოდ საქართველოს. რუსეთს ძალიან სურს ამ დერეფნის ჩაკეტვა ჩვენი, იმიტომ ირანის დერეფანი არ იხსნება იმისაც, რომ აიძულოს დასავლეთ რომ გახსნას რუსული დერეფანი. ეს არის პრაგმატული ურთიერთობა. ის საერთოდ არ დაიწყებს იმის კითხვას, ივანიშვილი აკეთებს რუსებს თუ ყობახიძე თუ ვიღაცა არარაობები არიან რუსეთ თუ მე. მას აქვს ინტერესები აი ამ დერეფნის ჩაკეტვა, პლუს სომხური დემოკრატიის მომენტი. ამიტომ ჩვენ გვჭირდება სოლიდური აზროვნება და ჩვენ გვჭირდება შესაბამისად მოქმედება მათ შორის იმ შიდა საფრთხის წინაშე რაც აქ არსებობს. მე ყოველთვის მამოძრავებდა კონკრეტული ხედვა ჩვენი მომავალს. როდესაც ყველაზე ბნელ წლებში, ყველაზე რთულ სიტუაციაში ამერიკის კონგრესის დაფინანსებით წავედი ამერიკაში სასწავლებად, მე და მოიპოვე კოლუმბიის უნივერსიტეტის დიპლომი, მაგისტრის ხარისხი და მივიღე უფლება რომ ნიუ-იორკში იურიდიული პრაქტიკა მქონოდა. მე მუშაობდი ნიუ-იორკის საუკეთესო იურიდიულ ფირმაში, სადაც მექნებოდა ძალიან ბევრი ფული რომ დავჩენილიყავი. მექნებოდა ეხლა რამდენიმე სახლი ამერიკაში. ვიქნებოდი დაფასებული მისტერ სააკაშვილი, ცნობილი იურისტი. მაგრამ მე მქონდა სხვა ხედვა. ხედვა მქონდა რომ უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში და ეს ჩემი მთლიანად მიწასთან გასწორებული ქვეყანა უნდა რაღაცნაირად დაგვეყენებია ფეხზე. მაშინ ჩემმა მეგობრებმა ზურაბ ჯვანიამ გამიხსნა გზა პოლიტიკაში, ჩვენ ერთად ბევრი რაღაცა გავაკეთეთ, გუნდი გაფართოვდა და ჩვენ შევძელით მართლაც სასწაულის შექმნა. ეხლა სომხეთში მე ვაქებ, მაგრამ სომხეთში ის რეფორმები არ გატარებულა, რაც ჩვენ გავატარეთ და ამიტომ არის ბევრი უკმაყოფილო, რეფორმების შემთხვევაში არ ყოფილა. ჩვენ გავატარეთ ის რეფორმები, რომელიც დღემდე არის სტანდარტი იგივე უკრაინისთვის, იგივე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და ზოგიერთი დასავლური ქვეყნებსაც კი. მე შეიცვალა სიტუაცია, არჩევნები წავაგეთ და მე უპრობლემოდ გადავაბარე ხელისუფლებამ, ვიცოდი რომ არჩევნებს ვაგებით, შემეძლო ავტორიტარულად გადავქცეულიყავი და ავტორიტარული ზონა მიმეყო, მაგრამ ეს არ შეესაბამება ჩემ ხედვას. ჩემი ხედვა იყო, რომ გძელვადიანად ჩვენ მაინც გამოვართ გამარჯვებული. გძელვადიანად ერი მაინც ისწავლის თავის გამოცდილებას. გძელვადიანად ის მაინც არ ითამაშებს არანაირად თავის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული წესებით. და დღესაც ეს ხედვა მომოქმედებს, როდესაც მე ვიყავი ძალიან კარგად მოწყობილი უკრაინაში. უკრაინის სოლიდარობის ნიშნად მათ დღეს ესეც, იმიტომ დღეს არის უკრაინა გამარჯვების გზას დამდგარი ქვეყანა. მე მაქვს ეს ხედვა, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ
ყველაფერს გადავახოს და ამ ხედვით ჩამოვედი უკრაინაზე. ამ ჩემი კომფორტული ცხოვრებიდან ამოვაძლე საკუთარი თავი, დაფასებული ძალიან და ჩამოვედი აქ სიცოცხლის რისკის ფასად, იმიტომ რომ გზაში სრულიად შეიძლება ჩემი ლიკვიდაცია უპრობლემოდ, ვერც გაიგებდა ვერავის არ გაუჩინარდი. და ვარ იქ სადაც ვარ. და ეხლაც მამოძრავებს ეს ხედვა, რომ მიუხედავად ყველაფერისა, მიუხედავად ამ უბედურებისა ჩვენ გარშემო, საქართველოს გამოკლებს თავის ბედს ამ ბანდას და მათ პატრონებს მოსკოვში, საქართველო იქნება სტაბილური, განვითარებული, წარმატებული ქვეყანა. ეს რა არის ნარატივი? ქოცული. ერთი დაცუნა დაუწვეთ, უნდა გავიკურსოთ, უნდა გავჩვდეთ, უნდა არ შევიჩინოთ რამე რა თუ ხდება. მეორე ოპოზიცია არის ამრევები და ისინი ციხეში უნდა ყვნენ თორე ურევენ. და მესამე ჩვენ ყველამ თავის თავს უნდა მივხედოთ, ყველამ რაღაც გამორჩენა უნდა ვნახოთ და დანარჩენი ჩვენ არ გვეხება, არ გვაინტერესებს. ეს არის სრულიად დამპყრობელი და წამგებიანი ეროვნული პროექტი. გარდა იმისა, რომ ეს არის ძალიან საშიში ქვეყნის არსებობისთვის. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეხლა ვართ გამარჯვების გზაზე. უკრაინა არის გამარჯვების გზაზე. ის დრონული რევოლუცია, რომელსაც ახდენს ჩემი ახლო მეგობარი უკრაინის თავდაცვის მინისტრი ფედოროვი და მისი მეგობრები, მათ შორის ჩემი ყველანაირად მარჯვენა ხელი ფოგაცკაკაია, რომელიც არის თავდაცვის სამინისტროს მრჩეველი ამ სფეროშიც. ეს დრონების რევოლუცია და ტექნოლოგიურმა რევოლუციამ გააკეთა ის, რომ რუსეთი არამხოლოდ ვერ იწევს ციფროზე წინ, არამედ იხევს უკან. ნახეთ დავდატყვევი პეტერბურგზე ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. და ეს მხოლოდ დასაწყისია. უკრაინას ერთნიშნულად გაიმარჯვა ამ კონფლიქტში და ისე კი არ გაიმარჯვა, თუ საზღვრები გავლოს, სადაც დღეს არის. იქ, სადაც უკრაინის საზღვრებია და ალბათ იმის იქითაც. მე დარწმუნებული ვარ, სოჭამდე მოვლენ უკრაინელები, როგორც კი ამის შესაძლებლობა სულ უფრო მეტად გაიზრდება. ჩვენ მეორეს უყურებთ ასევე ამ რეგიონში ცვლილებას. აზერბაიჯანი მყარად ჩამოშორდა რუსულ ბანაკს, ბოდიშიც კი მოახდევი ალიევა ის ძლიერად ძნობს თავს. სომხეთმა გუშინ ხელი დაუხია საბოლოოდ რუსეთს, თუმცა ეს არ გამორიცხავს, პროვოკაციები იქნება და მათ ახალი 7 ნოემბრები კიდევ წინა აქვთ. მაგრამ რეალობა არის ესე, ჩვენ მოახერხეთ ამ რეგიონმა მოახერხა დიდისა დიდ ნაწილმა გამკარიყო თავისუფლების კურსი. ხოდა ამ სიტუაციაში რჩება ერთადერთი აუტსაიდერი, ერთადერთი ჩამორჩენილი მოსწავლე პოლაში, რომელიც როდესაც 5-ოსანი იყო, 10-ოსანი იყო დღევანდელი გზით საქართველოს სახით. ამიტომ ახლა ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებული ფსიქოლოგია. სამწუხაროდ ის ხალხი, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოყალიბდა ამ წლებში, რომ ლუზერი ფსიქოლოგია ჩამოყალიბდა. რომ მაინც არაფერი არ გოშე, მე კარგად მახსოვს. შევარნაძის ესე იყო, მაგალითად გოგი თოფაძე იყო მაშინ პარტიის ლიდერი, თავი და იძახოდა კაცო შევარნაძე რა დაამარცხა, შევარნაძე ყოველთვის იქნება. უნდა მონახოთ სხვა გზა. და ასეც არის, მე მგონი ძირითადი ბევრი ხალხი დღეს ამბობს, რომ ისედაც იქნებიან ისინი, ამათ ჩვენ რას ვერ უყურებთ, კაცო. და ამიტომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიქცა ჩემი ოპოზიციად. უფრო მეტად ვიდრე ივანიშვილის ოპოზიცია. ეს სასაცილოა, მაგრამ მე არ მეცინება, იმიტომ რომ ეხლა არ არის დრო რაღაც სახის ლუზერობის, მე სხვა ამას არაფერი ვერაფერს ვერ უწევ. გაწყდება. და მე ძალიან კარგად ვიცი, რომ აქ აი ამ დისოსაც მიღვა ყოფი ვერ შევძლებ მარტო დავამარცხო ეს რეჟიმი. ამისთვის მე ვჭირდება საქართველოს ყოფნა თავისუფლად გადაადგილება. მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ თუ იქნება ერთიანობა სახალხო, მაშინ მე ჩემ წვრილსაც შევატარ და აუცილებლად დავამარცხებ ამ რეჟიმს. მეორე მხრივ, ერთიანობა თუ არ იქნა, უბრალოდ ერთიანობა თუ ისე იქნა, რომ ჩემ პოტენციალი არ გამოიყენეს, ისიც ვერ აღმოჩნდა ბოლომდე წარმატებული. ჩვენ ეს ისტორიული მაგალითი გავიარეთ, როდესაც
მაშინდელმა პოლიტიკურ სპექტრმა წამოაყენა ლოზუნგი ყველა -1 გულისხმობს ზუსტ გამსახურებას. და რა უბედურება მოიტანა იმამ ყველას კარგად გაცნობს. ჩვენ არ გვჭირდება უბედურება, თუ ჩვენ გვინდა ხოლმე სტაბილური, შვიდი, თავისუფალი, პროდუქტიული გადასვლა ამ უბედურებიდან რაღაც ბედნიერი მომავალი მოდელისკენ. ჩვენ გვჭირდება რომ ყველამ თავის ეგოზე მაღლა დააყენოს ქვეყნის ინტერესები. იმიტომ ეს ეგოები ჩაკიცხრებათ. დრო წავა. ბევრი წავა, მაგრამ ბევრად მეტი მოვა. მაგრამ ქვეყანა თუ დაკარგათ. მე გარჩევები ხელისქნევები უკვე იქნება ძალიან გვიან. ასე რომ ჩემო მეგობრებო, სიტუაცია არის შემდეგ. რეჟიმი არის საერთაშორისო იზოლაციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკელებთანაც აუცილებლად ერევა სიტუაცია. იმიტომ ესენი ცდილობენ ამერიკელების გულის მოგებას. ერთი, აკეთებენ მიმიკრირებას ვითომ ტრამპიზმის, დედა, მამა და ასეთი ლოზუნგებით, მაგრამ თავარი არსი ტრამპიზმის, რომ უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება, რისთვისაც ტრამპი აკრიტიკებს ევროპელებს, რომ არასაკმარისად იყოს. უნდა იყოს ოპოზიციის ლიდერები არ უნდა ისწრեն ციხეში. ეს ყველაფერი დაავეწყდა. ამათ ტრამპიზმი გონიათ მარტო დედა და მამა. ეს რომ ხალხს არ ციხეში არ უნდა ამწყვილდე და პირს არ უკედავდე. ეს თავარი პოსტულატები რატოღაც ვერ გაითვალისწინეს. ამიტომ არის სრული იდეოლოგიური შეუთავსებობა. მეორე, ისინი ცდილობენ ბიზნეს პროექტებით მოისდონ ტრამპი. აი ტრამპ ტაუერი, იგივე არაბული ქალაქების პროექტში, ასეთივე პროექტებში ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში ტრამპის გარემოცვის წევრები არიან ჩართულები და დიდი ალბათობით გასაიდუმლოს ხელშეკრულება იმისათვის, რომ ვერ გავარკვიოთ ვინ არის აქ აქციონერი, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს ვერანაირად ვერ მოიგებს პირადად ტრამპის გულს. ის კი თუ შეთავაზე ბიზნეს პროექტს ვიღაც მისი ახლობელი დათანხმდება, მაგრამ პოლიტიკა მაინც პოლიტიკა იქნება. და ამიტომ ესეც არ იმუშავებს და არც ის იმუშავებს, რომ რაღაცა წვრილმანი ნაბიჯები ხან ვიღაცა ჯაშრობით დაჭერა, ხან რაღაცა ესე წვრილმანს არ ყინაჭებს, ყველა უყურებს დიდ სურათს. ამიტომ მე წინასწარ მეთქვა, რომ ამერიკასთან არაფოდ ვერ დაალაგებენ ესენი, არამედ მიდიან დიდი გამწვავების სულიდან და დიდი გამწვავებისკენ. და ჩეხები ევროპას ყველაფერი გასაგებია. სრული შეუთავსებლობა ყველაფერთან და ბოლოს ეს არის ის ევროპა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი არის უკრაინა. და ყველა ის ქვეყანა, რომელსაც ესე ლანძღავენ. გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი. ამიტომ ვერც ევროპასთან ვერ მოხდება ვერანაირი გადაკვირვება, თუ არ მოხდა ფუნდამენტური ცვლილება აქ. მაგრამ ამ ფუნდამენტური ცვლილებისთვის გვაქვს ძალიან ცოტა დრო დარჩენილი სინამდვილეში. ასე რომ ჩემი ხედვა რჩება ძალაში. და ჩემი ხედვა აუცილებლად თქვენთან ერთად გაიმარჯვებს. ეხლა კიდევ ორი სიტყვას ვთქვი და მე უკრაინულად და ინგლისურად და მე. Well, I certainly count on your big human heart, your statesmanship, and you understand that if political prisoners remain in prison in Georgia, that will only benefit Russia, China, and Iran. We are counting on you. We are counting on your great country, of which I am very proud, of which my daughter is a citizen, and we are counting on your great vision for this region
and for the future of the world. Еще раз я хочу привітати українського консула, який тут є, але тут багато українців. Наприклад, Барамідзе теж майже українець. Шмаგი მოგესალმებით. მეგობრებო, ჩვენი ამოცანა არის ძალიან მარტივი. არ მივცეთ საშუალება, რომ მთელი პოლიტიკური ველი, მთელი ქვეყანა დაამსგავსონ ივანიშვილის ხელდასმით რაღაც ქაოტურ, იდიოტურ, ხმაურიან ბაზარს. ეს ყველაფერი აქეთ არის მიმართული, ეს თუნდაც ეს აქეთ იქით შეტევები, რომ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ყველა ერთმანეთს ჭამს, ყველა ერთმანეთს ქმნის, ყველა არეულობა და აღარ გვინდა ამის დანახვა საერთოდ. ეს შეკვეთა სრულდება. ამიტომ ჩვენი ამოცანა ეს, რომ ივანიშვილი ვერ შეგვათრიოს თავის ბაზარში. ან დროზე წავიღოთ იქ გამოვიდეთ ჩვენ თავ ვინც რაღაცაა ჩაითრეს აქ. მე როგორც ხედავ, უკიდურესად თავშეკავებული ვარ სწორედ იმის გამო, რომ ხედავ დიდ სურათს და დიდი სურათია, რომ ჩვენ ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია თავად დიდ რაღაც ხედვაზე და იდეაზე კონცენტრირება და არა მუდმივად მუჯლუგუნების ტყევა და კმენები და აქეთ-იქით გაწევ გამოწევ. ჩვენი ხალხი არის ძალიან გონიერი, ჩვენი მხარდაჭერები არიან გასაფუთები გონიერები. მე ყველას მოვუწოდე, რომ თავი დაალეულ მათ სახელების სახებს, ზოგი შემომხრებს, კალვის ქალებსა და ზოგი რა ზოგი. ეს არის მაღალ განათლებული, ჭკვიანი, გონიერი პატრიოტი ადამიანები. და ისინი არიან ძალიან ბევრი, ჩვენ ვართ ძალიან ბევრი. ამიტომ ეს ნისლი უნდა გაიფართოს, ეს წყალი უნდა დაიწრიტოს, გაიფირტოს და დავინახოთ ნათელი სურათი. და ნათელი სურათი არის ჩვენი ქვეყნის საკითხი და ჩვენი საქმის საკითხი. გარკვევი მე ოპტიმისტურად ვარ გაწყობილი. მე მინდა ყველა პოლიტპატიმრს უსურვოთ სწრაფი გამარჯვება, სხვა შორის ხედავთ პოლიტპატიმრების თემა უკვე მთავარი თემა გახდა ევროპელებისთვის. ეს არა ერთ-ერთი თემა, მთავარი თემა, ისევე როგორც სულ უფრო გახდება ამერიკელებისთვის. ეს გადაუვარდა. აღარ ვლაპარაკობ ჩვენ მეზობლებზე, უკრაინაზე და შემდეგ, რომელიცაც ეს მნიშვნელოვანი თემაა ძალიან. და ჩემ მეგობრის გარდაცვალების გარდა უკრაინაში. მეგობრებო, ხართ კარგ ხასიათი, საბრძოლო ხასიათი. ანუ გახართ საბრძოლო ხასიათი. რო არ იყო რატომღაც ერთხელ. ძალიან ცნობილი თემა. ასევე ჩვენ ყავს ძველი მებრძოლები, როგორც არის ეს ბეჟა ჯავახია, რომელიც დროდან იწვევს და მან წააკარგათ ის რას ნიშნავს ყველა -1 და რა უბედურება მოიტანა ამან. და ჩვენ ყავს სრულიად ახალი მებრძოლები, რომელიც აქ არიან დარბაზში წარმოდგენილი და რომელსაც უკვე დაინახეს თავისთავად რეჟიმის ამბები, ლუკას რეები არ მოუგონეს. ეს არის მათი კლასიკური სტილი. ტალახი გესვლა და მე აჩვენო, რომ კაცო, ტალახს იწმინდავს ადამიანი და ხედავ მოშორდი ამ ტალახს არ გვინდა ეს ოპოზიცია გამოგონების და. და რახან ესე ტალახი უკვე გასროლეს შემიძლია. ეს ნიშნავს, რომ კარგ საქმეს აკეთებ. და სწორ გზაზე გეხარ, სწორ ხალხთან ერთად. და ეს ეხება ყველას აქვს. ასე რომ იმედი არ დახშოკათ ჩემმა ვარცხნილობამ. ეს არის ჩემი სოლიდარობის გამოხატვა უბრალოდ ჩვენი უკრაინელი ერის მიმართ. და იმისა, რომ საბრძოლო ფორმაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამის თქმა.
მეგობრებო, აი ეს არის საერთო ხედვა ხო? ყველაფერი კარგად ხდება. ოღონდ ხედით უნდა გავაცნოთ. და მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გადავდოთ ჩვენი ოპტიმიზმი, მხნეობა, ხედვა. და დავინახოთ თუ რა წდება დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, კრიტიკული მომენტი ჩვენი და საერთოდ მსოფლიოს ისტორიის, მაგრამ ჩვენი ისტორიის. აქედან შეიძლება ცლიანად განადგურებული აღმოჩნდეთ, ან ცლიანად მოგებული გამოვიდეთ. და მეორე, რა თქმა უნდა, მეორე და მხოლოდ მეორე რო არ იყოს, მაშინ საერთოდ არ დავხარჯავდი ამ დროს არც მოსვლას და ლაპარაკს. მე ცლიანად ყველაფერს წამოვიღებ, ცლიანად გავიმარჯვოთ. ისევ დავიბრუნოთ ჩვენ მსოფლიო როლს. საქართველოს იყო მსოფლიოს ნომერ 1 რეფორმატორი. საქართველოს მაგალითად მოყავდათ ლორდთა პალატაში, ამერიკის კონგრესში, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ქართულ რეფორმებზე ლექციებს კითხულობდა საბერძნეთში და ისრაელში. საქართველოს იყო მართლა დიდი მსოფლიო ომის როლის მატარებელი ქვეყანა. ამან გადაარჩინა 2008-ში, რომ ჩვენი ესე დამარცხება შეუძლებელი იყო, რომ თემი მსოფლიო დაგვიდგა გვერდზე და ეს არის რეცეპტი გამარჯვების. ეს არის რეცეპტი გამარჯვების. ბევრი მეგობარი, ხმე განწყობა და არ შეპოვება მტერთა და მაღალ ტექნოლოგიურობა. როცა საკითხი იქნება შენ თავდაცვას და ზოგადად ტრის მოგერიებას. და საქართველოს ყველაფერ ამას გააკეთებს ისე, იმიტომ რომ ამის გამოცდილება გვაქვს. ჩვენ ვიყავით პირველი, ვის დრონების რეალობა აღმოაჩინა ვაკეთებთ ამ დროს. ჩვენ ვიყავით პირველი, ფსტოსანი რაკეტების გაკეთება დაიწყეს, რაც ახლა აკეთება უკრაინელი. ჩვენ ვიყავით პირველები, ვის მიმართაც ამერიკამ გამოაგზავნა სამხედრო ძალა ამ რეგიონში და საერთოდ აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველოს მშვიდობის და თავისუფლების გადასარჩენად. საქართველოს მშვიდობა და თავისუფლება არის ჩვენი ლოზუნგი მუდმივად და ასე იქნება და ესე მოხდება. მშვიდობა არ არსებობს მონობის პირობებში, მშვიდობა არ არსებობს უსამართლობის პირობებში,